ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოულოდნელად დაიწყო თავისი ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ჯონ ბოლტონის საჯაროდ გაწივა. ის მოულოდნელად გამოვიდა პრესასთან და განაცხადა, რომ არასდროს უსმენდა ამ ჯონ ბოლტონს და საჯაროდ დაიწყო მისი ლანძღვა. ამბობდა, რომ თითქოს ბოლტონს, ციტატა, სურდა ომი და ყველას განადგურება, ვინც ხმას ამოიღებდა. ტრამპის თქმით, ბოლტონი, ციტატა, არაკეთილსინდისიერი და უგუნური ადამიანია, რომელიც მისი აზრით ახლა იხდის ფასს თავისი არაკეთილსინდისიერებისთვის. მაგრამ რა მოხდა და რატო იმედებს ტრამპი ასე სასტიკად თავის გუშინდელ თანამოაზრეს? საქმე იმაშია, რომ ჯონ ბოლტონმა, რომელიც წარსულში დონალდ ტრამპის მრჩეველი იყო, საგამოძიებო ორგანოებთან გარიგება დადო და აღიარა ბრალეულობა საიდუმლო დოკუმენტების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებით. პროკურატურამ ბოლტონს საუკენა ბრალდება 18 პუნქტით, როგორებიც დაკავშირებულია საიდუმლო ინფორმაციის არასათანადო მოპყრობასთან. და სწორედ ეს ბრალდებები და განსაკუთრებით ჯონ ბოლტონის აღიარება შეიძლება შეეხოს თავად დონალდ ტრამპსაც. და ის ფაქტი, რომ ტრამპმა წინასწარ დაიწყო ბოლტონის ინფორმაციული განადგურება, ბევრ რამეზე მიუთითებს. მე მქვია ალექსეი პიჩი და მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი. ლინკი მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშასე, დონალდ ტრამპმა მოულოდნელად დაიწყო საჯარო თავდასხმები თავის ყოფილ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველზე, ჯონზე. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არასდროს უსმენდა და რომ ის ნამდვილი ტირანი იყო. ტრამპმა განაცხადა, რომ ის არასდროს ყოფილა ბოლტონის გულშემატკივარი და არ მიაჩნდა იგი ჭკვიან ადამიანად. არამედ უბრალოდ იხენებდა მას კონკრეტული მიზნისთვის, რომელიც არ დაუკონკრეტებია. და სწორედ ეს კრიტიკის ტალღა საკმაოდ ნიშანდობლივად გამოიყურება. ეხლა ტრამპის ციტატას მოვიყვან. ბოლტონი არაკეთილსინდისიერი და არაგონიერი ადამიანია. ის რადიკალურად იყო განწყობილი ომის სასარგებლოდ. სხვა საკითხებში არა. მას სურდა ეომა ნებისმიერის წინააღმდეგ, ვინც პირს გააღებდა, ვინც რამეს იტყოდა. და მე გამოვიხენე იგი კონკრეტული მიზნისთვის. ის ბუშთან იყო დაკავშირებული და ბევრი პრობლემა შექმნა, მაგრამ მას ყოველთვის სურდა ხალხის მოკლა ომებში. და ჩემთვის ეს ნორმალური იყო, სანამ მას არ უსმენდი. და მე მას არასდროს უსმენდი. ის ცუდი ადამიანია, ჯონ ბოლტონი. ის ბინძური ადამიანია და ჩვენ ის დავიჭირეთ, გესმით? ჩვენ ის დავიჭირეთ. მაგრამ რა არის ასეთი განცხადებების არსი დონალდ ტრამპის მხრიდან? და არსი იმაშია, რომ ჯონ ბოლტონს ედება ბრალად 8 ეპიზოდი ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის უკანონო გადაცემაში. ასევე 10 ეპიზოდი ასეთი საიდუმლო მონაცემების უკანონო შენახვაში. ზუსტად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდში 2018-2019 წლებში. და სწორედ ეს სკანდალი შეიძლება შეეხოს თავად დონალდ ტრამპსაც. ამიტომ ესეთი განცხადებები გამოიხურება, როგორც მცდელობა წინასწარ მაქსიმალურად გაემიჯნოს ბოლტონს და ყველაფერი მას დააბრალო. და ასეთი კრიტიკა ტრამპის მხრიდან ბოლტონის მისამართით არ მაშინ გაისმა, როცა 1 წლის წინ პროკურატურამ დაიწყო მისი ამ ყველა დანაშაულში დადანაშაულება. არა მაშინ. არამედ სწორედ 5 ივნისს, იმ დღეს, როცა ჯონ ბოლტონმა მოულოდნელად განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოებთან შეთანხმებას მიაღწია და აღიარა ბრალეულობა საიდუმლო დოკუმენტების უკანონო ბრუნვის საქმეზე. ფაქტობრივად მან დათანხმდა, რომ ყველა ინფორმაცია გადაეცა სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ და ტრამპი უცებ ანერვიულდა. კიდევ ერთხელ. უკვე გასულ წელს ფედერალურმა პროკურორებმა ჯონ ბოლტონს საუკანეს ბრალდება 18 ეპიზოდში, რომლებიც დაკავშირებულია საიდუმლო ინფორმაციის არასათანადო მოპყრობასთან. თავდაპირველად ბოლტონი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, მაგრამ 5 ივნისს განაცხადა, რომ აპირებს აღიაროს ბრალეულობა 1 ეპიზოდში, რომელიც ეხება ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის დამალოს. ის იმედოვნებს, რომ გადაიხდის ჯარიმას $2,250,000 დოლარის ოდენობით. და ეს შეთანხმება უნდა დაამტკიცოს მოსამართლემ, სანამ საბოლოო გაფორმდება. ამ შეთანხმებით ასევე გათვალისწინებულია, რომ არ იქნება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას სასჯელის შესახებ მიიღებს მოსამართლე. საქმე იმაშია, რომ ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით. მაგრამ ბოლტონს შეუძლია გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდოს და მხოლოდ დიდი ჯარიმით შემოიფარგლოს. დიახ, ეს ჯარიმა $2,000,000-ზე მეტია, მაგრამ ეს მაინც არ არის ციხე. ეხლა მოდით ქრონოლოგიას მივყვეთ. გასული წლის ოქტომბერში, მაშინ ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტრომ ჯონ ბოლტონს ბრალი წაუყენა იმაში, რომ მან საზოგადოებისთვის საშიში ქმედება ჩაიდინა, რომელიც საიდუმლო დოკუმენტებთან არასათანადო მოპყრობას უკავშირდებოდა. ზოგიერთი დოკუმენტი მიეკუთვნებოდა სრულიად საიდუმლო ან კონფიდენციალური ინფორმაციის კატეგორიას, რომელზეც ჯონ ბოლტონს სტომა ჰქონდა მაშინ, როცა დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად მუშაობდა. 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე.
ბრალდების დასკვნაში ნათქვამია, რომ ჯონ ბოლტონი თავიდანვე აცნობიერებდა, რომ საუბარი სახელმწიფო საიდუმლოზე იყო. ბრალდების დასკვნის მიხედვით, ზოგიერთი დოკუმენტი დღიურის ჩანაწერებს წარმოადგენდა. ანუ ის უბრალოდ აკეთებდა შენიშვნებს და ისინი შეიცავდა სრულიად საიდუმლო ინფორმაციას აშშ-ის ეროვნული თავდაცვის შესახებ. ბოლტონს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ამ მასალებიდან, ბლოკნოტში გაკეთებული ჩანაწერებიდან, ზოგიერთი გადასცა თავის ორ ნათესავს, იმ დროს, როდესაც ის წერდა წიგნს ტრამპთან მუშაობის შესახებ. New York Times-ის წყაროების ინფორმაციით საუბარია ჯონ ბოლტონის ცოლსა და ქალიშვილზე, რომლებსაც ის აჩვენებდა თავის ჩანაწერებს მემუარებზე მუშაობის დროს. და ერთადერთი ბრალდება, რომელშიც ბოლტონი აპირებს თავის დანაშაულის აღიარებას, ეხება დოკუმენტებს, რომლებიც დრიურის ჩანაწერებს ჰგავს და რომლებიც მან თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში გააკეთა. ასეთ შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთაა, თუმცა შესაძლებელია ვარიანტებიც, როცა ბოლტონი მხოლოდ ფულადი ჯარიმით შემოიფარგლება. თუ ის გააგრძელებდა თავის უდანაშაულობაზე დაჟინებას და საბოლოოდ სასამართლოში წააგებდა, ბოლტონს ციხეში მოხვედრა ემუქრებოდა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯონ ბოლტონი არ არის ერთადერთი დონალდ ტრამპის გუნდის კრიტიკოსი, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს. მანამდე საქმეები აღძრეს ყოფილი FBI-ის დირექტორის ჯეიმს კომის და ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ლეტიცია ჯეიმსის წინააღმდეგ. თავად ჯონ ბოლტონი კრიტიკულად საუბრობდა ტრამპზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავისი პირველი პოსტი დატოვა. შემდეგ კი დაწერა წიგნი, სადაც დონალდ ტრამპს აკრიტიკებდა, ხოლო თავად ტრამპი მაშინვე სთავაზობდა ჯონ ბოლტონის ციხეში ჩასმას. მაგრამ ბოლტონი მაინც ცალკე შემთხვევაა და პროკურორები კერძოდ მას აშშ-ის ეროვნული თავდაცვის შესახებ უმაღლესი საიდუმლო ინფორმაციის უკანონო გადაცემაში ადანაშაულებენ პირადი ელექტრონული პოსტისა და სხვა მესიჯინგ სერვისების გამოყენებით. და ეს ბრალდებები უკვე დამტკიცებულია. მაგრამ აქ რჩება კითხვა, შეძლებს თუ არა ბოლტონი გაასაჯაროოს რაიმე ინფორმაცია თავად დონალდ ტრამპზე, ან იმაზე თუ როგორ ეპრობოდა ტრამპი ასეთივე საიდუმლო ინფორმაციას. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობიანად.